წავედი ხალხო დამაგვიანდა ძალიან ვიკა მოვალო მე რა ვიცი სხვა რამე მოვიფიქრეთ მე გადავიფიქრეთ და დამაგვიანდა მოკლედ ძალიან და არ მინდა რომ ამან რამე ამაღელვოს და რამეზე იქონიოს გავლენა თუმცა უკვე ამაღელვა ამან ეს აბა ღმერთით წავიდეთ ძირფასება მივდივარ შთაველზე როგორც მივდივართ ხოლმე ჩვენ იმ გზით იქიდანაც ჩემი თონა წამოვიდე რაღაცნაირ არეული ვარ დამშვიდნინი მე შენთან ვარ და ყველაფერი კარგად არის შვენივრად წახვალ და შვენივრად მოხვალ არ იღელვო ხანის ვიფიქრე და ბოლოს დამაგვიანდა ამ ამბებში არ ჩავარდი იმ ტალახში და ველოდე რომ გაემნო და ესე გავიარე. რატომ ჩავარდი იმ ტალახში მაგის? მომართალი. იმედი აქვს ამ ახსოვს ხალხ. აი თუ არ მახსოვს და თუ ვერ მივალ და თუ ვერ მოვასწრებ რა მოხდება ხო? ვერ მივალ კბილის ექიმთან. არავის საქმე ისე არ გაუბუჩდება და არაფერი არ დაინგრევა ამ ქვეყანაზე. დამშვიდი ერთი რა. კიდევ რა გამოვარდი აგერ მანქანები აყენია.
მარტოვინისნინი. არა, იქამდე რომ მივალ ვაფშე ბაზარი არ მაქვს. იქ მე ეს მანქანასადმე წავიღო თორე. იქამდე კი მივალ, იქ ვაფშე რა ხომი ადგილები. თუ ვუძრი მე რეგრუგები და უკან წამოვედი, მე იქნება კიდე სცენა. წითელია. ჩერდებით წითელზე. მუსიკალური გაფორმება ადამიანისგან, რომელსაც არც ხმა აქვს და არც მენა. და რომელიც ნერვიულობს და იმიტომ ღერის. სიმღერაზე ვაფშე არაა საუბარი. თან აი რომ მაგდიანდება გულზე მაწებს ხოდა და ეხლა ადამიანების საერთოდ ჯერ ფეხებზე გიგიათ ეგეთი რაღაცები. ანუ მე არ ვარ ეგეთი. ხარა და მივწერე, მაგვიანდება თქო, აი იქა მოიწერა უეჭველი ხოთაი. არა ქალაქი გადაჭრილი, ნუ აქეთ ხარეს და იქით არის. იქით არის. ვისწავლე ხალხო, ბევრ ასპექტში ყურება ადრე, აი ეგრევე თვალები მიჭრევდებოდა, თავი უმეხვეოდა სავით, რომ ამ სარკეში, იმ სარკეში, აბა აქედან ხო არავინ გადადის, იქიდან ხო არავინ გადმოდის, ზებრა რაღაცა და ანუ ყველგან რომ ეყურებინა, იმერან თავი მტკივდებოდა, რაღაცა ითავრუგი არ აი მიორდებოდა, თითქოს მებლურებოდა თვალებში რა. მიუჩვეველი სანამ ვიყავი. ეხა ეგ აღარ მაქვს ვაფშე. საერთოდ. ნუ ეგ მახროდის იცით ახლა თუ რაღაცაზე უფრო ჩქარა მივდივარ და თუ რაღაცაზე ჩქარა არ მივდივარ, მაშინ არ მაქვს. და იმ რაღაცაზე ჩქარა როგორც წესი მე არ ზავდივარ. აქ უხოს ზემოთა მიკასო მეუბნება ხოლმე გადმოდი აქეთ იქით არ ჩადგე და აი ახლა მე ყოველ ჯერზე წინა ჯერზეც ეგ მითხრა და ახლა ჩემით გადმოვედი რო არ იყო თქმელი მაგისი არავინ. აი სულ მეშინია ეგ გოგო იდგა და ისე იდგა რომ მე მგონი გადმოსვლას აპირებდა და სულ ჩერდები ხოლმე ზებრასთან რომ ვინმე უცებ არ გადმოვიდეს და რა ვიცი
მოვედი აქამდე ხალხო. ანუ არანაირი პრობლემა, გზაც თურმე მახსოვდა. ერთიანად რო გეკითხა ვერ გეტყოდი, მაგრამ რა ვიცი, შემდეგი ერთგან კი რაღაც სხვაგან ჩაუხვევი, მაგრამ მაგასაც მივხვდი რომ სხვაგან ვუხვევდი. და ესე მშვენივრად გოხდათ და ლამაზად. თუ ადგილს დროზე ვიპოვით, ბევრს არ დავაგვიანებთ. ეგონება თქვენც აგვიანებთ სადმე. აი ეს მანძილი მეკნება ხოლმე ფეხით გასავლე. თითქოს ისეთი ქარი აღარ არის, წეღა როგორიც იყო, რა ვიცი. თუ აქეთ არ არის ჩვენს კერო იყო, თუ რა ვიცი, მანქანაში ვერ ვცნო. აი აქამდე არ იყო, ესეთი საცობიც კი არ იყო, ვაფშე არ იყო საცობი აქამდე. მომას ახლა აქეთ უნდა გადმოსვლა. ჩაეტენი. ეხლა ისე ვჭით გადავიდე ახლა როგორ თოთის. რა ვერ ისვენებენ ხოლმე. ერთი კარგი ადგილი დაგვახვედრე თვითონ ეზოში სადმე შორს კი არის იმენა თვითონ ეზოში და თან ადვილი გასაჩერებელი რო იყოს ჯერადო შეფუკვეთ რასაც ტაქსის მეშინია მაგათ ისეთი მანევრები იციან ეხლა აქ უნდა შევიხედო ჯერ აქ მოდიოდა ზემოდან ხო არ მოდის რამე ჩქარა არ მოდის აჰა ეხლა უყურებ ცოტა გასაჩერებლებს გამირთვა აქვე სადმე რამე ვაყოვნინე გეხოცები აუ ნაღენჭაღენა მეც მინდა ერთი ადგილი please ნახე სულ ერთი წუთით აი კაია ღმერთო მაღალო რაღაცა ცუდად მიყენია მგონი კაი ცოტა უკან დაიხია გასწორე ესე ეხლა წადი წინ ესე მგონი გავაჩერე იდეალურად
იდეალურად გავაჩერე, გავაჩერე. არც ერთჯერ ესეთ კაი ადგილას არ გამიჩერებია. არც კი მჯერა. შესაძლოა. ეს იყოს პრინციპში იქით ცოტა. ნახეთ რა გახდათ გავაჩერე. აი, აქ უნდა შევიდე და ნახეთ მანქანა აქ დგას. და აი, აც არის. ანუ მეგონა უცებ რო აქ იყო, მაგრამ აქ არ არის, ჩემთან არ არის ეგ. აი, ნახეთ, აი ნომერი აწერია. ხო და მოკლედ, ეხა იკას ვაჩვენებ ფოტოს. ჩემი კბილები რო არ დაცვივდეს. ეს ადამიანის რო. აი, ხალხო რა გადავიტანე დღეს. დავჩავჯდები მანქანაში მოგიყვებით. პროსტა ეს რა იყო? დღეს რო იყო ეგეთი არც ერთი დღე არ იყო. ლაუზეთ. ჩემი მამაძე მანქანა აგერთ გასტა. ნახე გავჩვენებთ. აი დაახლოს მიდგას მანქანა. აი ნახე, აი ეს ხო გამოვიდა. აი ჩემი მანქანა. ანუ აქვე დგას. მოვრჩი 2 საათი არ უნდა ვჭამო. პარკირება გამოვრთე, მივდივარ სახლში, დღეს ძალიან დავიტანჯე ხალხო ძალიან და ეს მოგიყვებით მე რატო ეს ყველაზე რთული კბილი იყო და იმიტომ წავედი სახლში რაიმე დედიკოდე და ეს რა გადავიტანე ხალხო ეს მე სამშვიდობით მიყვანე ძალიან გავიცადე და ვინერული დასტრესილი ვარ და მე არ ვარ მიჩვეული მანქანაზე ჯდომას როცა დასტრესილი ვარ მაგრამ ხო ყოველთვის არის რომ რაღაც უნდა მიეჩვიოს ან ეს ალბათ ამტკივდება იმიტომ რომ იმ სიღრმეზე შიგნით ფესვი დავპლომბეთ და ჯერ გავწმინდეთ და რა ვიცი რა არ ვქენით რომ აი ისა ფერი არ მოდის ეხლა კი არ მახსოვს იმოდან უნდა გადახვიდე რომ ქვემოთ უნდა წახვიდე არ მახსოვს აი ქვემოდან წავა მაგარი ზემოთ უნდა წავშურე вообще წარმოდგენა არ მაქვს არ უნდა დავიდე
აი მე და რასაცობში ჩავდექი. საშინელ საცობში. და ეს საცობის საით მიდის კიდე არ ვიცი. არა უშოსნელი თბილისში არ დაიკარგები. ესე იგი იქ ესტაკადაზე სხვაგან გადავუხვიე და სხვაგან რო გადავუხვიე სანაპიროსკენ წავედი. აი მოსკოვის გამზირზე როგორც მივდიოდით, ხო იცი? ეხლა მანდ მოვკრუგე და საცობში ვდგევარ, მაგრამ მე პირდაპირ არის იქ გამოსახვევი თუ ესე პეკინზე ჩავალ, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მიკას გაუგზავნე იქ ნახოს და მიშველოს. შინია დამშვიდი და წყნარდი. აი ხა კაცი. რამდენჯერ ვკახა. просто გზა რო არ ვიცი იმაზე ვნერვიულობ. ანუ სად უნდა გადავუხვიო ეგ რო არ ვიცი და არც Google ის მეპი არ მიყენია ტელეფონში რო ჩავვრთო. და კბილიც მიგივდება. გამაყუჩებელი დალიო მითხრა. დროებით პლომბი დამატო და 2 საათი არ შეიძლება ჭამა. მეპი უნდა დავაყენო. სუიკა დამყავს ხოლმე, მაგრამ აი ეხა ხო დამჭირდა. დამშვიდი და წნადი და ოდიგულო. სანცე ხა კიდე გასახვევით თუ არ იყოს. მე აქაზე ნახევარი გზა ვიცი. ბოლომდე კი არ ვიცი რა. ხო რო ხარ თითქოს მარტო არ ვარ. გმირთა მოედანზე მივდივარ, მაგრამ აქედან ჩასახვევი არის ესტაკადაზე ავდივარ მე მგონი და არ ვიცი როგორ უნდა ჩავუხვიო იქ, როგორ ჩავიდე იქ, არ ვიცი. მეგილე ვარიანტი არის. აი მშრალი ხიდი რო არის. სამო. თუ დამაჩაკვედი, იგი ეყოლება. თუ დამაჩაკვედი და მშრალი ხიდისკენ წამოდი. მშრალი ხიდისკენ წამოდი, გადმოდი, და всё ჩვენსკენ წამოხვალ. ეგაა კაი ვარიანტი. თუ დამაჩაკვედი, იგი ეყოლება. თუ დამაჩაკვედი და მშრალი ხიდისკენ წამოდი. მოვბრუნდი უკვე და ესტაკადაზე ავდივარ ეხლა. იქით წასასვლელია მე მგონი. ჩასასვლელი აქედან არ მგონია რომ იყოს ქვევით. იქით უნდა ჩავსულიყავ. ეხლა ვხვდები. აი რაღაცაში რო აირები და აიჭრები. მე ეგრე, აი ეხლა უნდა დავუშვიდე. თუ მინდა რომ სახში მშვიდობით მივიდე, უნდა დავუშვიდე.
ვაკერანა შესასვლელი თუ არა არ მახსოვს. აი ზუსტად მან ვარდა თან საშინელ საცობში. აქ არ უნდა ავსულიყო. ამ სიტუაციაში ხა აქედან რო ავალ მითხარი აბა რა ვქნა მაქსიმალურად ოპტიმალური. აქედან პეკინზე ვერ ჩავალ? ვერა. უბრალოდ ვიქნებოდი სწორად რომ მეხქვია. და ჩვენსკენ წამოხვედი იმ სანაპიროზე, აი, უნდა გაგეგზელებინა გზა და აი, ეხლა მითხარი რა ვქნა. მოსულიყავი ეს ბოლომდე. და ესე ჩვენსკენ წამოხვედოდი მარტივად იცი გზა შენ. და ეხლა კიდე თუ იქ ზემოთ ვიწრო ასასვლელზე ახვედი, ის რავი იქით ანუ ვარაზის ხევით ადიხარ ზემოთ, ან კიდე იქით მიდიხარ ვაჟაზე იმ გზით. არ ვიცი რა, იქ მოსატრიალებელიც აქ მე იმ თუ გავუყვები იმას გზატკეცილს ამირეჭვის ზემოთ ახვალ ისევ მოკრუგავ, აქ დაინახავ წრიული, ანუ ადიხარ მარჯვენა მხარეს ახვალ და აქეთ ხილიანია, ხილიანითაც შეგიძლია ისევ არ ვიცი ბიჭო რა ხილიანი მე პეკინზე ჩამოვიდე და ისევ ღმერთთან მოედანზე მოხვდები, მოკლედ არ ვიცი რა. და ანუ ხილიანზე როგორ უნდა ავიდეს, საერთოდ არ ვიცი. რა ხილიანზე? რეჯიბზე ვარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაგარც ხილიანისა დარი და ამი რეჯიბიდან რომ გავიდე და წავიდე ვაჟაზე, ეგრე ვერ მოვალ სახლში კაცო პეკინით რომ გავიარო. ამარაშვილის, რამიშვილის, ჭავჭავაძის
მოგვიარებთ და რო დაინახოთ სად ვიარე. აქ უნდა დაველოდო, იმიტომ რომ იმათი პრიორიტეტია, ეგრე ხატია. ეხლა მე მაიცის საითუნად დავიდე. მგონი აქეთ არის ფილიალი და მე მგონი ეს უნდა ჩავიდეს პეკინზე. ანუ სხვა ადგილებში რომ დავდივარ. დავდივარ. იმიტომ რომ რა ვიცი. რადგან არ ვიცი. იმიტომ. ესაა მე მგონი ხილიანი. რისი ქუჩა აწერია მოიცა. ჩიქოვანის 24. ინგაშენს ქუჩაზე ვარ. აზე არ ვარ, სად ვარ? ჩიქოვანის 24 აწერია. ხო გატებო. ჩიქოვანის 24 ნომერთან ვარ, არ ვიცი რა არის ეს ჩიქოვანი. ავედი ესტაკადათი და გავყევი სადამდეც წავიდა. ბოლომდე ხილიანზე თუ რა ვიცი რა ჯანდაბა ქვია და მივყვები რა ვიცი საითაც მოდის ეს გზა და იმედია რომ პეკინზე სად უნდა გავაჩერო კოტებო, ნემსი არ ჩავარდება. მანდ ვიყავით ახლა და მოვბრუნდი მოსკოვის გამზირისკენ მივდიოდი. მაშინ მარცხნივ ანუ ტუნელში გაიარე და მარცხნივ წამოდი და სანაპიროს გამოვყევი ბოლომდე და აი ხალხო, უყურეთ სად დავდივარ. აი, ეხა პეკინზე რო ჩავმოვარ ჩიქოვანიდან. აი ის პატარა ქვემო თუნელივით რომ არის ის გამოიარე, ოღონდ მარჯვენა მხარე გეჭიროს, შენგან მარჯვენა მხარე გეჭიროს. და იქ შედაყურებით ხო შეგვდება რაღაცა და დაელოდე აითება და წამოდი აი ჩვენსკენ. ეგ გზა იუსტიციის სახლისკენ მოდის, ხო იცი? მე არ მისული იუსტიციამდე იქ ხო იცი კაცო, მშრალი ხიდი სადაც არის. იქ ახალ მშრალი ხიდი ასასვლელია კი შენგან მარჯვენა მხარეს აქ ასასვლელი მშრალი ხიდზე. გადმოდი იმ მშრალი ხიდზე და ჩვეულებრივად მოხდები ჩვენსკენ. მე სხვანაირად როგორ გიქნა? აჰა, ეხა ჩავალ პეკინზე ხალხო, ვაიმე. სად არის ეს ტუნელი, კაცო, სულ არ მახსოვს ეს ტუნელი, სადაც აქეთ მე ხო არ დავდივარ. აი, ეხა პეკინზე რო ჩამოყვალ ჩიქოვანიდან,
აი ის პატარა ქვემოთ წვრილივით რო არის ის გამოიარე ოღონდ მარჯვენა მხარე გეჭიროს შენგან მარჯვენა მხარე გეჭიროს აბშორები შედარებით ხო შეგვდება რაღაცა და დაელოდე აითება და წამოდი აი ჩვენსკენ ეგ გზა იუსტიციის სახლისკენ მოდის ხო იცი მე არ მისული იუსტიციამდე იქ ხო იცი კაცო შალში სადაც არის იქ ახლა შალში დასასვლელია კი შენგან მარჯვენა მხარეს აქ ასასვლელი შალხიზე მოდი მე შეგიშვებ რადგან მე შემომიშვეს ეს სად არის ისა რა ტუნელი სად არის ტუნელი აბა სად არის ამ ტუნელი აქეთ არის ტუნელი გზებით ვიარე მე და დავბრუნდი იმათ დავურეკე და დამირეკეს და მიშველეს თორე არ ვიცი სად ვივლიდი საერთოდ არ ვიცი ღმერთო ჩემო ეს რა დამემართა ეხლა მთელი ცხოვრება იყო პატარა დამწინო ვიდეო დაატრიო. ანა მე უფრო შევატრიალებ როშე. მოკლედ ხალხო ის ფოტო რომ მოსკენ არა მოკლედ ხალხო მოვიდით სახლში ხოდა ჩვენ თრა ვიყიდეთ და მე მოგიყვებით ჩემს ამბებს რამით პრესიკ სურათი რო გადავიღე კარსაც მეტყობდნენ აბა ალეს აი ეს
აბა ეს დაბა გემოვნოთ. და ამის დაგემოვნება და ვერ დავაყენე საშველი. ხო და აი ამათი არც კიტრი არ მომწონს. და ამას არ ვყიდულობდი, იმიტომ რომ ვფიქრობდი არ მომეწონებოდა. და მართალი ვიყავი. აი ვინც მიწევს ხოლმე. რა არ მოგწონსო? ეს არ მომეწონა. მე რომ ჟავე არ მომეწონება. ხო საღამშვიდობისა. ეხლა გეტყვით რა მითხრეს. ეს კბილზე რო გადავიღებ ფოტო. დღეს ხო ნახა ჩემმა კი არა და ყბასახის ქირურგმა. სადაც დავდივარ სტომატოლოგთან. იქ ყბასახის ქირურგს აჩვენეს ჩემ ფოტო. ხო და დამირეკეს და მითხრეს ეგეთი რაღაცა, რომ აი აქ მტკივა. და ზუსტად აქ, ანუ აი ამ ტურს და აი ამას შორის აი აქ. არის კისტა. ოღონდ ეს კისტა არ არის ესეთი კისტა, აი კიბო და ეგეთი, ანუ ჩირქოვანი შიგნით, ანუ ჩაგუბებულია ჩირქი მოკლედ. და ეს არის გასაჭრელი და ამოსაღებია ეგ. 1 საათიანი გაუტკივარებით, ანუ არა ძილით, არამედ ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება 1 საათიანი ხალხ. და თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ კბილი უნდა ამოვიღო. ანუ წინა კბილი ადამიანმა, რომელიც კამერაზეა, უნდა ამოვიღო. კარსა ვხურა. ჩაის ვიკეთებ ახლა. ხო და მოკლედ და თან პლუს წარმოიდგინეთ ყველა საშინაობა ისე რომ ამ დროს რო გვიძავს აბსოლუტურად ყველაფერს გზნობ. დღეს მაგალითად აი აქ შიგნიდან აქედან გახსნა შევიდა ბოლომდე არხში ნემსებივით რაღაცებს ესე მიშვებოდა ვაიმე თვითონაც მთელი მონდომებით და იმით აკეთებდა ადამიანი და ანუ მე ხო შევწუხდე თვითონაც შეწუხდა იმდენად აი ესე ძალიან შეცამუშაო იყო რა რაღაცნაირი სკრუპულოზური და თან ადამიანს რო ტკივა შენც ხო განიცდი ანუ ის განიცდი და თან ნუ გავიკეთე გაუტკივარება მაგრამ მაინც იმიტომ რომ აქ რო გასიებულიაო ფაშარიაო თუ რაღაცა და მოკლედ მალე გავიდა ანესთეზიაო და ვგრძნობდი კი არა ვგრძნობდი და ნუ ზოგჯერ ის ნემსისის მაგრამ ბოლომდე უნდა შესულიყო რომ ბოლომდე უნდა დაეპლომბა მე ის არხი ანუ გაასუფთავა ის ბოლომდე და მე დაპლომბა და ეხლა დროებითი პლომბი მაქვს დადებული და არ ვიცი ეს კბილი იქნება ამოსაღები თუ მაგის გვერდითა არ ვიცი მაგრამ წინა კბილი იქნება ამოსაღები ანუ მე ანუ და თუ არ ამოვიღე ეს ჩირქი თუ დარჩა აქ შიგნით რომელიც არის აი ეს ზედა ძვალი აი აქ განლეულია და საერთოდ ეს ძვალი დაგეშლება და ზედა კბილები ყველა დაგცვივდებაო ანუ თუ ამ ოპერაციას არ გაიგეთებო წარმოიდგინეთ უბრალოდ ვაიმე ისიც როგორ ვიტირე წეგან ჯერ ხო სახლამდე ძლივს მოვედი მე რომ მოვედი ხო და მირეკეს ეს მითხრეს ძალიან მაგრად გავმწარდი აი ძალიან მაგრად გავმწარდი და თან ოპერაცია ჯანდაბას ახლა კბილის ამოღება და მე ამ კბილს რო ამოვიღებ მე იქ კიდე უნდა ჩავით გაკბილი ანუ იმის ნაცვლად რა და წარმოიდგინეთ ეს რა ხარჯებთან, რა დროსთან, რა წამებასთან და ტანჯვასთან არის დაკავშირებული. ანუ ვისაც კბილებთან ქონიათ შეხება, გეცოდინებათ როგორი მტანჯველი ამბავია. ხო ხვალ დილა უთენია, ასე იგი, ან საღამოსო უკეო რო დალევ წყალს და კბილს გაიხეხავ და რაღაცა დილას არც წყალი არ დალიო, არც კბილი არ გაიხეხო, არც ჭამო, ეგრე წადიო და ნაცხი გაიკეთეო. რო გაიგონ შიგნით რა მდგომარეობა ხრძილებზე რა ანტიბიოტიკი დანიშნო და მოკლედ ასე შემდეგ. მე თორე საშინელება. ერთი ამას მალე მორჩებოდე და ეს ყოფილიყო ყველაზე ცუდი რაც ჩემ თავს მოხდა. ეს გავსინჯე და საშინელად არ მომეწონა. ხო. ახლა ჩაისწავლე ის რაღაცა კამფეტი რო ვიყიდე. ფსიკი თუ რაღაცა მაგას მივატან ერთ წელს ძალიან დიდი ხნის წინ ვჭამდი მაგ კამფეტეს მომწონდა და ეხლა აღარ ვიცი საერთოდ მომეწონება თუ არა იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ მჭამე ხო და ეგრე
და მე შევკვეთე KFC 2 საათი არ უნდა მეჭამა, იმიტომ რომ დროებით პლომბი მეტოდა ეს ისე მალე არ მყარდებაო და სახში მოვედი სანამ KFC შევკვეთ სანამ მოიტანეს 2 საათის გასულიყო მეტიც და KFC მივირთვი გემრიელად 2 შევკვეთე ბასკეტი გამწარებულ გულზე ასეთ მეტი არ მიჭამია ორგანიზმს უსმინე და იმდენი მჭამე რამდენიც მინდოდა და მშიოდა კიდევაც იმიტომ რომ რო წავედი მაშინ მჭამე და მე იქ რამდენი ხანი ვიყავი მე მის 2 საათი კიდე არ შევებოდა მე სანამ ის მოვიდა და ნუ მაგრამ მოკლედ ეგრე საღამოს რაღაცა კარგიც მოხდა ნუ ღმერთს ვეხედებოდი კი რა მოდიოდი სახლამდე მშვიდობით მივიყვანე მეთქი ასე ანუ ჯერ იქიდან აი რო ავდექი ანუ იმდენად დასტრესილი ვიყავი რომ თავს ცუდად გრძნობდი მე რო წამოვედი და იქ სხვაგან რო ჩაუხვიე მე ანუ შეგრძნება მქონდა რომ ვაფშე წარმოდგენა მქონდა სახში უკვე უნდა მოვსულიყავი და ძალიან ნერვიულობდი და ღმერთს ვეხედებოდი ღმერთო მეთქი სახლამდე მშვიდობით მივიყვანე როგორ მეთქო და ნუ მოვედი და მე ეს ამბავი გავიგე მაგრამ საღამოს რაღაცა კარგიც მოხდა რასაც მე მოგვიანებით მოგიყვებით ჯერ არის რაღაცა რაც არ გიყვებით მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაგიტო აბა ტუალეტის ქაღალდს ცდილობდა რომ ჩაიგდო კატას სენსე თათით ჩააგდებს და ბოლომდე ხევს ხო 2-ში ოტო უნდა დავიყვანო 10-ზე უფასო 10-რა გაუჩალიჩე ოტოს ან ჩვენთან აქ რო არის თათები რო ქვია ამ vet კლინიკა სადაც ყავდა ისეც პირველად რომ მივიყვანე მაგათმა დაწერეს რომ 13 ადამიანსო უფასო ვაქცინაციას გაუკეთებთო ნუ ადამიანსა და კატას ვინც პატრონი 13 ადამიანი პირველი დაწერსო ესე იგი 31-დან მგონი 2-ის ჩათვლით და მე მივწერე 2-ში მეთქი თუ გცალია თქო მოვალ თქო ოღონდ როგორ უნდა მივიყვანო ის ამხელა ცხოველი იქამდე ჩასასმელი არ მაქვს ვინმე თუ გაქვთ კატის გადამყვანი რომ მათხოვოთ ოღონდ თუ თქვენ კატას არაფერი ცუდი არასოდეს არ ჭირდა რამე არ გადაედოს რა ვიცი ამ დეგენერაციას ეგონდა და მე ბოინსაც არ გადასდოს მაგის მეშინია და ისეთი კიდე ვისაც არაფერი არ ჭირს თვითონაც ჭირდება და უბრალოდ მათხოვოთ შეგიძლიათ 1-2 დღით ნუ 1-2 დღით არა მივიყვან და მოვიყვან და მე კიდე კასტრაციას რო გაიკეთებს მაშინ არ ვიცი მეცოდება მაგრამ მე კბილი მაგამოსაღები და ის რაღაცა ჯანდაბა კი ისტაი აქ ეხლა გრძნობ როგორ ფეთქავს და ოტოს კიდე კასტრაცია ესეთი ამბები